სალამი. გამარჯობა. ორშაფათის ჩვენი სამი დაკო. სადაც 15-13 წუთიანი ფილმი მინდა დავიწყო. ფილმის ავტორი არის NKVD-ს პოდპოლკოვნიკი უკვე მომიმატა ჩინიო იძახის ნართიაბერიძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა, ბევრი რამით გამოირჩევა, მაგრამ გამოირჩევა ძალიან მკვეთრი მართლაც რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკით და ვინ არის მისი დღევანდელი სამიზნე, ეს არის მორგოშია, იცით ესეთი, იყო ალტიპოში, პოლიტიკაშიც იყო. კოკა. ჩხუბშიც იყო. რამდენჯერმე, ხო იყო ჩხუბში რამდენჯერმე. აბა უშტიკრივში ვნახე ვინა ვარ, არ გიჩვენებთ მის ნახვას იქ, რა თქმა უნდა. მან დღეს პოლიტიკურ ნაწილზე დღეს იყოს ეკონომიკური საქმიანობის კრიტიკა და არ გავცდეთ. დაველოდოთ ატვეტებს. თუმცა ჩვენ ყველაფერი ვიცით, თბილისში არაფერი არ იმაყ. კი ბატონო. მოკლედ. არა, უარესადაც ვიცით, მე ეს რა არის. ვინ არის? როგორი პიროვნება? კი ბატონო, არა, ჩვენ ეს ეკოფრენდლი მიდგომა იქნება. არა, ეკოფრენდლი სხვა არის. არა, ეკოფრენდლი. ეკოლოგიურად მეგობრული. ეკოლოგიურად. თუმცა შენ შეგვიძლიათ ძიმე მრეწველობას. ვეგანური მიდგომა დღეს. არა, ვეგანური კი არა, ხორცი. ხო და დღეს იქნება ვეგანური. არის ესეთი კერძი, ტარტარი, სადაც იწმება უბად ხორცი და ასევე ესე შეგვიძლია. კარგი. საუბარი იმაზე, რომ ეს ბატონი მორგოშია ერჩის არაბულ ინვესტიციას. რატო ერჩის, რა მეთოდებით ერჩის და რა არის მისი თავარი მამოძრავებელი მიზანი, ამას ნახავთ ნართიაბერიძის საგამოძიებო ფილმში. გთხოვთ ჩართოთ პირი. რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე ალტინფოს ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ქვეყანაში დაგეგმილი უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ იყო მიმართული. მართალია ალტინფო და მათი მოკავშირეები აქციისთვის თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. ამ აქციაზე ვაჩვენებთ ხალხის სიმრავლე იმისთვის, რომ ამ პოზიციის ლეგიტიმურობა გავაფორმოთ. 6.6 მილიარდიანი პროექტის წინააღმდეგ ათასობით ადამიანის გამოყვანით იმუქრებოდნენ, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართულდა და ხალხის მცირე რაოდენობით იმედგაცრუებულმა ალტინფოს ლიდერებმა გამოგონილი არაბიზაციის საფრთხის წინააღმდეგ ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს და მალევე დაიშალნენ. ის რომ იგილ ჰილსის პროექტს ქვეყანაში მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია და არავითარი ფარული საფრთხეები არ ახლავს, მათ შორის არც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ისეთი სახის ვალდებულება, რაც ინვესტორს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ხელისუფლებამ ყველა პლატფორმიდან ახსნა. თუმცა რადიკალური ჯგუფების მიზანი არა სიმართლის გაგება, არამედ მოსახლეობის გამოგონილი ფობიებით დაზაფრვა, რომ მიწას გვართმევენ, არაბები ჩამოსახლდებიან, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესდება. ისტორიული ინვესტიციის წინააღმდეგ პროცესი, რომ ერთი ხელიდან მართული და დაფინანსებულია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რადგან ერთი ნარატივითა და მესიჯბოქსით ალაპარაკდნენ თითქოს განსხვავებული იდეოლოგიის შეხედულებების პოლიტიკური ჯგუფები ლელო და ალტინფო და მრავალთა შთამომავლის დავით თარხანმოურავის პატრიოტთა ალიანსი. ალტინფომ და პატრიოტთა ალიანსმა, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში კოალიციად მონაწილეობდნენ, აქციების გამართვა ცალ-ცალკე გადაწყვიტეს. როგორც ჩანს, დამკვეთისთვის საკუთარი მნიშვნელობის და საზოგადოებაში გავლენის საჩვენებლად, თუმცა განსაკუთრებული მხარდაჭერის დემონსტრირება ვერც ერთმა შეძლო. პროტესტი, რომ დაფინანსებულია და მისი ორგანიზატორებისთვის აშკარად პოლიტიკური ბიზნეს საქმიანობის ნაწილია, ინვესტიციის წინააღმდეგ ალტინფოს ერთ-ერთი დამფუძნებლის კოკა მორგოშიას აქტივობებიც მოწმობს, რომელმაც წლების წინ საზოგადოებას თავი ბიზნესმენად გააცნო, რომელიც ისტორიულ ქალაქში მცხეთაში ექსკლუზიურად ქუვეითის მოქალაქეებისთვის სასტუმროს აშენებას გეგმავდა. აქ ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ძირითადად უფრო გათვლილი იქნება კუვეიტის მოსახლეობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მათ საკმაოდ დიდი მოთხოვნილებები აქვთ სერვისთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ამჟამად არსებული სასტუმროების დიდი ნაწილი მათ ისე ვთქვათ, პრეტენზიებს ვერ აკმაყოფილებს, აქედან გამომდინარე თანხა ჩვენი აბსოლუტურად ჩვენანაირი. ანუ თქვენთვის იდენტიფიცირებულია ფაქტიურად თქვენი მომავალი კლიენტურა. რა თქმა უნდა. თუმცა, ახლა კონსერვატორი პოლიტიკოსის სახელს ამოფარებული მორგოშია მოსახლეობას არწმუნებს, რომ ის, რასაც თავად წლების წინ პოზიტივად წარმოაჩენდა, დღეს ქვეყნისთვის დამღუპველია. ჩვენ დავინტერესდით, როდის ამბობს სიმართლეს მორგოშია, როცა ქუვეითელებისთვის სასტუმროს აშენებდა და მათ საქართველოში ჩამოსვლას, მაღალი სერვისისა და ქვეყნის განვითარების დასტურად აცხადებდა, თუ დღეს, როცა მსოფლიოში უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის ქვეყანაში შემოსვლას საფრთხე დასაღებს.
ვინ არის სინამდვილეში კოკა მორგოშია, ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი, კონსერვატორი თუ უბრალოდ თაღლითი, რომელმაც პატრიოტული ლექსიკა და საჯარო აქტივობების სარფიან ბიზნესად აქცია. ამის გასარკვევად ჩვენი მისი ბიოგრაფიის დეტალებს ჩავყევით და აღმოვაჩინეთ, რომ მის საჯარო განცხადებებსა და ხელოვნურად შექმნილ პატრიოტულ იმიჯს არაფერი აქვს საერთო მის პიროვნებასთან. მოქმედების მთავარი განმსაზღვრელი კი მატერიალური სარგებლის მიღებაა. სწორედ უკანონო შემოსავლების მიღების სურვილმა მიიყვანა კოკა მორგოშია ციხის კარამდე ჯერ კიდევ 2010 წელს. როცა ის ერთ-ერთი კომერციული ბანკის საკრედიტო ჯგუფის უფროსი იყო და ბანკიდან უკანონოდ ცესხების მიღების მიზნით თანამზრახველებთან ერთად თბილისის შემოგარენში, კოჯორსა და კიკეთში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის დოკუმენტებს აყალბებდა. შემდგომში კი გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით ბანკიდან თანხებს ითვისებდა. კოკა მორგოშიას თაღლითობის ბრალდებით 4 წელი მიესაჯა და ციხე მხოლოდ 2013 წელს დატოვა. 2010 წელს არსად არ მუშაობდა. 2009-ში. 9-მდე. ხო. რომელ წლამდე? 2009-ში. 9-მდე და 10-ში უკვე წამოვედი. ხო. მიზეზი რა იყო? 2010 წელს მიზეზი წამოსულიყო დამიჭირეს. და რისთვის დაიწყო? სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის. ანუ როგორც ვიცით, დოკუმენტებს აყალბებდით? არა, არაფერს არ ვაყალბებდი. და მაშინ რატო დაგიჭირეს? იმიტომ დამიჭირეს, რომ პრობლემები მქონდა მაშინდელ ნაციონალურ მოძრაობასთან. მაგრამ შენ ხო მაშინ პოლიტიკაში არ იყავი, შენ იყავი უბრალოდ ბანკის თანამშრომელი. ვიყავი ოპოზიციურად განწყობილი. ციხის დატოვების შემდეგ მორგოშიამ ბიზნესმენობა გადაწყვიტა და 2014 წელს შეპესე გრანდ გრუპ ჯორჯია დააფუძნა. თუმცა წილი არ საკუთარ თავზე, არამედ მამიდაზე გააფორმა. თვითონ კი კომპანიის დირექტორი გახდა. როგორც ჩანს, მორგოშიას თაღლითურმა წარსულმა და კანონთან პრობლემებმა იმთავითვე გადააწყვეტინა ნებისმიერი საქმიანობა. სრუმაგიერი პირობის მეშვეობით ეწარმოებინა და შემდგომში ყველა აქტივს, რომელსაც ის ყიდულობდა მამიდის, მეუღლის ან სხვა ახლო ნათესავების სახელზე აფორმებდა. სახელზე მე არ მაქვს გაფორმებული უკვე ნაცების დროიდან არაფერი ტელეფონის ნომრის გარდა. მეუღლეზეც მაქვს, შვილებზეც მაქვს, მამიდაზეც მაქვს და იმ ოჯახის წევრებზე, ვისაც ვენდობი. ეს არის და ეს. 2015 წელს მორგოშია საჯარო სივრცეში უკვე ბიზნესმენის ამპლუაში გამოჩნდა, რომელიც მცხეთაში ექსკლუზიურად ქუვეითის მოქალაქეებისთვის სასტუმროს აშენებას გეგმავდა. თუმცა პროექტი ვერ განახორციელა. 2016 წელს მორგოშია მცხეთიდან შორს არ წავიდა. პატრიოტთა ალიანსის წევრი გახდა და საპარლამენტო არჩევნებში მცხეთაში კენჭი იყარა იმ იმედით, რომ პოლიტიკოსის როლიდან მაინც შეძლებოდა საკუთარი ბიზნეს ინტერესების ლობირება. მე გახლავართ კონსტანტინე კოკა მორგოშია, პოლიტიკური პარტია დავით არხანმოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი. ამ დროიდან დაიწყო ბიზნესში ხელმოცარულმა პოლიტიკის ბიზნესად ქცევა. მცხეთაში იყრიდით კენჭს, ხო, ირმა ინაშვილის რატო მაინც და მაინც მცხეთაში? იმიტომ რომ საინვესტიციო პროექტები ქონდა მცხეთაში, რეგიონს ვიცნობდი შედარებით უკეთესად ვიდრე სხვა რეგიონებს და ამიტომ მინდოდა რომ მაგ რეგიონისთვის გამეკეთებინა ბევრად უფრო მეტი სიკეთე. პატრიოტთა ალიანსის რიგებიდან მარცხის შემდეგ მორგოშიამ მალევე დატოვა თარხან-მოურავისა და ინაშვილის პარტია და ქართულ მარშს შეუერთდა. პატრიოტულ მოტივებზე ააწყო საკუთარი საჯარო გამოსვლები და პოლიტიკური აქტივობებისთვის ფულის მოსიდვა დაიწყო. როგორც ამბობენ, სწორედ ფული გახდა მორგოშიასა და ქართული მარშის სხვა წევრების დაპირისპირების მიზეზი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით მორგოშიამ საკმაოდ სოლიდური თანხები გამოართვა ბიზნესმენ დავით კოდუას, თუმცა ის მარშის ნაცვლად საკუთარ პირად ინტერესებს მოახმარა. მორგოშია ადასტურებს, რომ კოდუასთან გარკვეული ფინანსური თემები ჰქონდა, თუმცა ამას ხან ბიზნესს, ხან ნათესაობას და ხან კიდევ მეგობრობას მიეწერს. დავით კოდუასთან თქვენი ურთიერთობა? ნათესავია ჩემი, უბრალოდ არ მაქვს დაახლოებით 7-8 წელია ურთიერთობა. მანამდე გქონდათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა. არა, ქართული მარშის პერიოდში. ქართული მარშის პერიოდშიც მქონდა ურთიერთობა, მანამდეც მქონდა ურთიერთობა და ვართ ნათესავები. ეს არის და ეს, თუმცა მაგას თავის პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა ყოველთვის და მე ჩემი პოლიტიკური შეხედულება მქონდა. ეს არის და ეს. ეხა ურთიერთობა არა მაქვს. თანხა თუ მიგიღეთ დავით კოდუასთან რაიმე? არანაირი ჩვენ არ ქონია, ჩვენ ქონია რაღაცა სიტუაციები, თუნდაც თანხობრივი ეს არაფერი დასამალი არ არის, მაგრამ მაგას პოლიტიკასთან არაფერი კავშირი არ ქონია და დავით კოდუა ბიზნეს თანხები. ბიზნეს პარტნიორი რაც არ ყოფილი.
სხვადასხვა დროს რა ვიცი დათოც ბიზნესში იყო, მეც ბიზნესში ვიყავი და მქონდა, მაგრამ მაგას პოლიტიკასთან აფერი ხა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დავით კოდუასთან თქვენ გაქვთ თანხები მიღებული, აი მარშის პერიოდში და მე რაღაცა ამ თანხებთან დაკავშირებით უთანხმოებაც მოგივიდა. არა. და მარშთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი თანხები მისგან არ მიგვიღია. მარშ თავის დამფუძნებლები ყავდა, მაშინ ერთ-ერთი მეც ვიყავ. პოლიტიკური მომენტია, უბრალოდ რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაც საკითხებზე ვერ შევთანხმდით და წამოვიდეთ და გავაკეთეთ ჩემი ცალკე ის ესე ვთქვათ პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მე ჩავთვალე საჭიროდ. ქართული მარშიდან წამოსვლის შემდეგ მორგოშია უკვე საკუთარ ეგრეთ წოდებულ კონსერვატულ მედიას შემდგომში კი მოძრაობას აფუძნებს და გარკვეული წყაროებიდან სოლიდურ ფინანსებსაც აკროვებს. მაგალითად 2022 წელს 79 წლის მორგოშიას მამიდა 1 მილიონ ლარს წირავს ალტინფოს. ეს სწორედ ის მამიდაა, რომელზეც მორგოშიამ საკუთარი ბიზნეს აქტივობები გააფორმა. ჩვენ დავინტერესდით რა შემოსავლებითა და რა მოტივით შესწირა 79 წლის ციალა მორგოშიამ 1 მილიონი ლარი ალტინფოს და სენაკში საკმაოდ მოკრძალებულად მცხოვრებ ქალბატონს ვესტუმრეთ. თუმცა მან შეკითხვის დასმის შემდეგ ჩვენთან საუბარი აღარ ისურვა. კითხვები გვაქვს თქვენთან თქვენს კომპანიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ გვინდა რომ სამხრივად გავიდეს. გააქვთ ქალბატონო ციალა კომპანია? შეპესე გრანდ გრუპ ჯორჯიაზე მაქვს საუბარი, რო გითხრათ? არ გსურთ საუბარი? ბუნებრივია ეს კითხვა ჩვენ კოკა მორგოშიასაც დავუსვით, თუმცა ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გაგვცა. ხან გითხრა რომ შეძლებულია, თუმცა მის სახელზე არაფერი არ აქვს და ყველაფერს ოჯახის წევრებზე აფორმებს, მათ შორის მამიდაზე. ხან კიდევ სიმდიდრე ოჯახს გადააბრალა. თან მუდმივად ამბობს, რომ ამ ყველაფერში პოლიტიკაა დამნაშავე, რომ პოლიტიკის გამო იძულებულია ასე მოიქცეს. მათ შორის თითქოს პოლიტიკა მიძულებული გახადა მეუღლეს გაშორებოდა, თუმცა ისევ ერთად ცხოვრობენ ერთ სახლში. სახლი მეუღლეზე აქვს გაფორმებული კომპანიებიც და მისივე სახელობის საქველმოქმედო ფონდიც. პირველ რიგში მაინტერესებს, როგორც ვიცი, ოფიციალური განქორწინება გაქვთ გაკეთებული, ხო? და მიზეზი მაინტერესებს, იმიტომ რომ ვიცი, რომ ისევ ერთად ცხოვრობთ და ერთი ოჯახი ხართ. და ხო არ არის ეს მიზეზი ის, რომ რაღაცებს მალავს კოკა. და კომენტარის გაკეთება მე მგონი არ იქნება. ადასტურებთ ოფიციალურად განქორწინება. ოფიციალურად შეგიძლიათ მოიძიოთ განქორწინება. დიახ, განქორწინებული ხართ, მაგრამ ისევ ერთ ოჯახად ცხოვრობთ. დეტალებში ეს მე მგონი არ არის საინვესტიციო ჯგუფი კონსტანტინეს დირექტორი და ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციაც არის კონსტანტინე. არის თქვენი მეუღლე და თუ არ ვცდები მეწილეც, ხო? იურიდიულად ეგ. კი, ოჯახისაა, კი. და თქვენს მეუღლეზე გაქვთ გაფორმებული? კი. ეხლა ეს დეტალები არ მახსოვს, მაგრამ მე არა ვარ დაფუძნებელი, ზუსტად მახსოვს. იმისა, რომ დავუშვათ ყველაფერი თქვენს მეუღლეზე და ოჯახის წევრებზე გაქვთ და არა თქვენზე, ანუ რამე საფრთხეს ხედა? არა, საფრთხე რა შუაშია, მე ვარ პოლიტიკოსი, ვარ ყოველთვის რაღაცა აქტივობის დროს წინა ხაზზე, მეუღლეზე მაქვს, იმაზე ხო არა მაქვს, რა ქვია, ვინ? მაგრამ ამ მეუღლეს ოფიციალურად გაშორებული ხართ, ანუ არაოფიციალურად. მნიშვნელობა აქვს. სინამდვილეში მორგოში არც ბიზნესმენია და არც პოლიტიკოსი. ის ოჯახის წევრებზე გაფორმებულ კომპანიებს პოლიტიკური ვაჭრობით მიღებული შემოსავლების გასათეთრებლად იყენებს. როგორც მამიდის მიერ ალტინფოსთვის 1 მილიონი ლარის ჩარიცხვის შემთხვევაში მოხდა. ესე უბრალოდ მამიდას ედო მილიონი და არა, მამიდას უბრალოდ არ მომხდარა ეს ერთ დღეში, ეს ხდებოდა სისტემატიურად. მამიდა ჩემი არის ჩემი ოჯახის წევრი და შესაბამისად ჩემ ოჯახს რა აქტივობაშიც დაჭირდება, ინვესტირება იქნება თუ დაფინანსება თუ გვერდში დგომა, ოჯახურად ესე გადავწყვეტეთ. ხოლო პოლიტიკას კი საკუთარი ქმედებების გასამართლებლად. 2010 წელს თაღლითობისთვის დაკავებასაც პოლიტიკას აბრალებს. თუმცა რა პოლიტიკურ აქტივობაში იყო ჩართული კომერციული ბანკის რიგითი თანამშრომელი არავინ იცის. მე ვარ პოლიტიკოსი და ხშირად სხვადასხვა სისტემები, მთავრობები ამით სარგებლობენ ბოროტად. მორგოშიამ ახლა კვლავ პატრიოტულ მოტივებზე თამაშით გადაწყვიტა ფულის შოვნა და 6.6 მილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ ლამის ყოველდღიური კამპანია აქვს გაჩაღებული. წლების განმავლობაში პოლიტიკასა და ბიზნესს ერთმანეთში ურევს. პატრიოტული ლოზუნგები მისთვის ხშირად პირადი ფინანსური ინტერესების ინსტრუმენტად იქცა. დღეს როცა ქვეყანა ისტორიული ინვესტიციის წინა შედგა, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება უწევს ხელოვნურად შექმნილ ფობიებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ რეალობას შორის. ერთი რამ ცხადია, ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია კონკრეტული პირების და ჯგუფების პოლიტიკურ ბიზნეს ინტერესებს ემსახურება. თქვენი ამბავი, რო ვიცით, პირველად ესთეტიურ საკითხებს აქცევთ ყურადღებას, ამიტომ მე დავსვამ აქ შეკითხვას ჩეჩენის
პატივცემ შეჭდებს, მაგრამ ესთეტიკაში. შეჩენიძე რატო არის? ალბათ ილუზია რო შექმნას, რომ მებრძოლი ბიჭია. ხო? ალბათ. ხო, არ ვიცი, მე შემეშინდა მაგალითად ძალიან ისე შემეშინდა, რომ გამახსენდა მისი ვაშკაცური წარსული. მეც. აწმყო? რაც იყო მთელ რიგ ეპიზოდებში, არა, წარსული ისაა, თორე აწყო. აწყოს. არა, წარსული ეხანდელი გუშინ აწყოსთან რა გინდა? შეიძლება. არა, მეგობრებო, აგინდა ძმა. სწორად ნავალია. არჩივის და არაფერს არ აკეთებს. ხანდახან ჩივის. ეგ როცა ეგ გაჩნია კაი, არ მინდა ეხა მოდი ეკონომიკურ საკითხებს. მაგრამ ქუვეითური ინვესტიცია არა, ბაჭო, მაგაზე აქვს თავისი გაბრაობა, რომ ეს იყო არასაცხოვრებელი კომპლექსი, ეს იყო ესე იგი რა ქვია, გაბრაობა ვერ ექნება. მაგრამ აბა ეს რა არის? არა, ნახე, რას ამბობდა, ეს მე ამის ეშმაკის ადვოკატი ვიქნები ამ შემთხვევაში. უბრალოდ რა ეხა ყველა ვიცით რომ ჩვეული ადვოკატობა. არა, ყველა ატვეჭაი ხარ მაგის ყველა ვიცით რომ არა მე მაინტერესებს მაგის ყველა საქციელზე ატვეჭაი ხარ? რაღაც საქციელებზე ეს იყო მამაზე ძერი ვერ იქნება. საქციელზე. ხო და ბიჭო აი რაღაც ხმა რო გინდა და ვერ ამბობ და რაღაცაზე რო ხო და მოკლედ არა მოკლედ ის თქვათ რომ ამ Eagle Hills-ის პროექტს ეხა რეალურად რაც შეეხება რა მე რამდენადაც ვიცი და როგორც საუბრობენ ნამდვილად და როგორც ნავალი ბიჭიო ჩვენმა რეპორტაჟმა სიუჟეტმა ცხადყო აქვს მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ეკონომიკური ინტერესები მაყუთი უნდა რა თქმა უნდა ყველაფრის მონეტარიზაცია შეიძლება როგორც პოლიტიკური აზრის როგორც პროტესტის და ასე შემდეგ და მათ შორის შეიძლება და მას აქვს კონკრეტული მიზნები კონკრეტული ამოცანები და ამ მიზნების მისაღწევად ესეთი ვთქვათ სტრატეგია აქვს არჩეული კარგად ბოზობას რო ესეთი რაღაცა ერქვა ჩატლახობას ესეთი რაღაცა ქვია როგორ შეიძლება კორექტ აი მარტივად ბოზობა და ჩატლახობა რო ასე გამოხატო მე აი არ ვიცი რა. არა მარტივია ხო თითქოს. ოდან რეალ გავაგზავნოთ Eagle Hills გადავიდეთ შემდეგ ყველაფერი ნადგომს პროექტს თუ გაეცნობი ხო და არ დაუჯერებ უბრალოდ რაღაც ვიღაცების ისტერიკას და პანიკას და გაეცნობი არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩება თან ამ გაცნობას უყურე ერთია რომ დაждები და წაიკითხავ მაგალითად და მეორე არის რომ არსებობს ძალიან საინტერესო და საჭირო ვიდეო სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყოყაყიძე დეტალურად გამარტავს კითხები აღარ უნდა დარჩეს ადამიანს კი ბატონო თუ დაბრმავებულია ადამიანს არა მაგრამ შენახული მაქვს ვიდეო მაგარი კი ბატონო გაუშვი თუ შეიძლება დაუვაი გიყვარს პეპო ბები ჩემი ნახატია ბატონო მართლა ახტე ბებიამისი სტატუა სტატუთ მიხარ ბებო რომელიც ენას გიყავს ესეთ ფოტოა აუ კაი ამ ფოტოსაც თუ ვიპოვე გაჩვენე და ეს ფოტო დავახარე რა ხდება მინდა რომ კარგად ნახავ გიყვარს პეპო გასაგებია მადლობა ბიჭო ნუ მე მაინც როგორ მივიდნენ ამ საუბრამდე არ არის პრობლემა ბებო გიყვარსო დედა გიყვარს მამა გიყვარს მართლა ამ ბიჭზე რამდენი გვაქნა ყველა ჯერზე მე ვიყავი პირადად ვინც აი ესე უმოწყალოდ დავცინოდი მაგრამ ალბათ საუბრობენ გარდაცვლილ ბებოზე ხო და ამანაც დაიხადა რაღაც ემოცია არა კაცო ბებოს დოლარის ნიშანი დაკიდა მართლა კი აქ ვერ წავიდი გააგანგსტერა ბებო შეგიძლიათ ვიდეოდ გადააკეთო არა ბოლომდე ვერ აკეთე ის არის გიგა მაქარაშვილი ბებიის გუბოდა რომ იკრიჭება რატო გადაგმო კაი აბა გავუსტა აი აქ აბა გავუსტა აქედან გავუსტა დიდი ბოდიში მე ეგეთია უსმით აი დოლარი ჩეინი და რაღაცა დავკიდე და ტოტალი სტატუატის პიზიდია იყო დედა უტირა ბებიამის ო რავი მე მაცხობს გავაჩერე ბიჭო რატო შეიძლება დოლარი არა ბაჩოავს შეიძლება გადაცვლილი არც არისო ან რატო გადაუწყვიტეთ თქო ადამიანს ალბათო ყველაფერში მოყვებით კაცო უდიდესი ბოდიში თუ ესე არ არის ძალიან დიდი ბოდიში ბებიას ვცეთ პატივი დავადგინოთ ჯერ თქვენი შვილიშვილი არ გცემთ შეიძლება პატივს ეს კარგი მაგრამ შენ რო თქვი რომ რატომ აგერ დოლარი დაკიდა კალბატონს უკან პროპანის აფეთქებაა ჩეინი ჯაჭი რიკი და მორტის პორტალია ძმაო შენ პოპ კულტურას ჩამორჩა რიკი და მორტი არის ანიმაციური სერიალი ის პორტალი არის პორტალი გასაგებია ძალიან კარგი და ბებიას ესეთი რაღაცა უქნა არ არის დასაჭერი ხა ეს ბებიის შეურაცხყოფისთვის
აბა სოფო გავუშვათ კი ბატონო. შეიძლება ითქვას, რომ შენ დღეს დაბლოკები მომყარალი ხარ. კი, შეიძლება ითქვას, მაგრამ მეც არ მაქვს სურვილი, სიმართლე რომ გითხრათ, რომ კონდეს მოწევა, თქვათ, რომ რაღაცა ისეთ სახელმწიფო კონცერტებში რაღაცა ხორციანები გონ. თუმცა ალბათ ჭკვიანები რა იყვნენ და მირეკავდნენ და მეტყოდნენ, რომ მოდი გამოდი და სათქმელი მაინც რაღაც ექნება. ჩვენ ხო დაუძახეთ. ვპატიჟებთ, მაგრამ არ მოდის, მაგრამ რა თქმა უნდა ამასაც. კაი, სოფო ნიჟარაძე. არა და ამ საუბრიდან მარტო ის გამოშჭვის, რომ ოღონდ დამირეკეთ და თანახმა ვიქნები. და სხვა შორის ბევრი საჩუქარი არსებობს საყვარელი ქალისადმი და ფოლკლორული, თქვათ ესეთი ჟანრი არ ნამდვილად. შეიძლება მანქანა აჩუქო, შეიძლება საოცარი რაღაცას ასახლეს, მაგრამ საკონცერტო დარბაზი და ქალაქის იერსახის დამახინჯება ეგეთი იშვიათია. სპექტაკლი აჩუქო, მაგრამ დარბაზი აჩუქო. დარბაზი და მოდი ია ფარულავა გენიალური დამახინჯება იშვიათია. რაღაც ის გვაქვს გეოპოლიტიკოსი ძალიან კარგად ამბობს მიშას ისინი მიყვნენ ერთმანეთს და მიშას ისინი ახლობლები მეგობრები პადრუგები შენ გაჩერდი მოგესალმებით მეგობრებო მეგობარი აქტის პეტიციაზე ვერ დავაგროვეთ 10000-ზე მეტი 10000-იც ვერ დავაგროვეთ ანუ ფაქტურად ჩავი შერწმენილები ვარ ჩავდა მე თუ ვინმე შეხვდება ქუჩაში ტაქსისტი იქნება სტუდენტი იქნება სტუდენტების უმრავლესობა ხო საერთოდ არ იცის რა არის მეგობარი აქტი და ხალხის 80%-მა არ იცის რა არის მეგობარი აქტი. ამაში დამნაშავე არის ჩვენი საყვარელი ოპოზიცია. მე ყველაფერი გავაკეთე, მაქსიმუმი გავაკეთე ჩემი შესაძლებლობებისა. ესაფიქრალიც გაუჩინე რუსეთის სპეცსამსახურებს, ქართულ დუპლეტებს. ყველანაირად ეცადნენ, რომ ჩვენი ტვინი აერიათ შეკვეთილი სტატიებით, რომ ის დაიბლოკა, ეს დაიბლოკა, არაფერი არ დაბლოკილა, ჩვეულებრივად მიდის თავისი ტემპით, როცა საჭირო იქნება მიღებული. ზეგ. მოკლედ მე მინდა იმის თქმა, რომ ძალიან ჩვეულებრივად. ჩვენ ცოტა ჩავი. კაი, всё, გვეყოს. ანუ რა დღეში არის ოპოზიცია? შეგარგოთ. რა დღეშია ოპოზიცია, რომ შმოპოზიცია, რომ აი ამის იმედი აქვს. ია ფარულავამ გეგმები აურია FSB-ს, სუსრო აურია და აურია გასაგებია. ია ფარულავა ძალიან აქტიური არის Twitter-ზე, X-ზე. არის ძალიან აქტიური. ძალიან ბევრი სკრინი ჩამიგდეს მე ია ფარულავას Twitter-ზე, ყველა იმასთან დარბის ჯო ვილსონებთან და ვიღაცეებთან ყველგან აკომენტარებს. Twitter-ზე. და ერთი ის ქონდა კიდე რომ, короче, რაღაც პრემიუმ subscription-ი ვიყიდეო. მაინც არ ჩამერთო პრემიუმი და მაგაზეც ახურებდა. короче, Twitter-ზე ძალიან ინვესტირებული არის და ჩართული არის. ვინ მისცა? ცოტა ფული ვინ რომელმა იდიოტმა მისცა? Просто სადიშოება ესე ფული, აი პროსტა რომელმა ვირისყურებიანმა არსებამ მისცა თუნდაც $10. პოგამაგოშიას მისცეს ამდენი ფული ხან იმით და ხან ამით და ხო იაფარულავას არ ჯობია რომ მისცეს. ისე პრინციპში მართლა პოგამაგოშიას რომ მისცეს. მაგრამ იმას მამინდა მიცა რა გინდა. რატო კოდუამაც ხომ მისცა? კოდუამაც. ნაცავიო, ნაცსაურ მაყუთებში ტრიალებს. ხო, გაჩერდი. აი, ხო. დეა მამისა იშვილი. გაუშვით. დღეს ქალთა დღე გვაქვს? ალბათ. მაქვს ჩემი პოზიცია წინააღმდეგობრივი და ყველგან სადაც შემიძლია ვაფიქსირებ. ვეღარ ტელეეთერით ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ ყველგან სადაც დავდივარ, ეს იქნება სამეგობრო წრე თუ საჯარო თავშეყრის ადგილები, მე ჩემი პოზიცია და პროტესტი თან დამავს და ოცნების მიღმა რა გააკეთა არასწორად ოპოზიციამ ეს არის ჩემი აზრით ის, რაზეც ოპოზიციამ უნდა ისწავლოს. საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, სად ჩვენ შევეხიდეთ ოცნებას, რომ ეს ყველაფერი გაებედა. არა, ნამდვილად გავაჩეროთ, ნამდვილად მე გაოცებული ვარ მსგავსი მაღალი მატერიების მქონე ადამიანი და სხვა შორის კვალეში არა, შალვა, ერთი წუთი რა, ინგა გრიგოლია ცოტა მეინსტრიმი და ყვითელია. აი მართლა რასაც ქვია გაუტეხელი მორალი და ჩვენ გვალეში გვხდია რომ სადმე აი შენ სინდისთან ყოველთვის მართალი იყო და არ გადაუხვიო მაგ გზას. აუხსნათ ბავშვს რომ წინააღმდეგობრივი და საწინააღმდეგო არ არის ერთ და იგივე. წინააღმდეგობრივი პოზიცია მაქვს რომ იზახეს, ანუ ამბივალენტური ერთმანეთში რო წინააღმდეგო საწინააღმდეგო არის, როცა სხვა აზრია მეინსტრიმთან გასაგებია. ეგ პატარა დეტალი აუხსნათ. მაგ რატო იცი?
შენ ცოდნაზე აპელირებ და მას სინდისი აქვს სუფთა. ნიშნავს რომ თავის თავში რაღაცა სინდისი აქვს სუფთა. აბა სინდისზე თქვი რამე. სინდისზე მე ხო და გაჩერდი. ერთი განცხადება მაქვს მოქალაქე ყურაშვილს ადრე რო არქიმედრიდი იყო. გააჩერეს. პარტივად თქვი რა. გააჩერეს დათორმუზეს დოროთე და ცოტა მეტი პატივისცემად. რატო ბაჩო მაგერ ბაჩო არა შენი კლიჩკა რა არის? მე არ მithავს არაფერი. არ ვარ, მოკლედ ეს კაი. შეუჩერდა დელქმოქმედების უფლება. შეუჩერდა, ხო, გააჩერეს. გააჩერეს. ხო და აწიაროს მოქალაქე ყურაშვილმა და იმღავლოს და იმაი. ნამამაოებია. ჰა? ნამამაოები. და ეგ აღდგენის პერსპექტივით არის? ჰა? აღდგენის პერსპექტივით. არა, მგონი, ეს პრობლემები ქონდა, პრობლემები გაუჩნდა. პრობლემები დაწერეს და მე კიდე გააგრძელა. ჰა? აღიარებს? არა, რა თქმა უნდა, არის მაინც ივლის ახლა. როგორ იქნება აი პრაშლიაკი რა? პეტრეკოლხი. არა, პეტრეკოლხმა თვითონ დატოვა. პეტრეკოლხმა თვითონ პეტრეკოლხი მაგარი როჯა. პეტრეკოლხი მაგარი პეტრეკოლხი ყველაზე ზუსტი. უადარებ პეტრეკოლხი. პეტრეკოლხმა ზაო აროკავილიში გაცვალა ის რა ქრისტე. ნიოს ამბობ. დღეს ცოტა საშიში ვითარება შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება მართლა დიდი ბიზნესმენი იყო, შეიძლება მართლა გვეხმარებოდე ფორმულას, შეიძლება მართლა დაგიპირო რომ მოგგრიხონ, შეიძლება აქ მოხვიდე და დახმარება ითხოვო, მაგრამ მაინც მოგგრიხონ. ეგ არის, მოკლედ ამით უნდა დავასრულოთ, თორე ის რეკლამა რაც გვაქვს ის არ გავაიხადა. ამიტომ კონკრეტულად თქვენ გადასარჩენად შეიძლება არ არის ეს რა, ამას არ ვამბობ, რომ კონკრეტულად თქვენი გადარჩენა ეს მთელ ქვეყანაში შეიძლება ერთმანეთის ერთმანეთის პრობლემა. ანუ მიშამ შულაძე თუ აღარ იქნა ეთერში, ქვეყანა იქ დაიქცევა. მან დააცა ირაკლი ტაბლიაშვილი ერთი წუთით შესავალი. პაციენტმა ნამდვილად გამოტოვა დოზები, იმიტომ რომ შერეკილებს განიხილავს მეტაფორულად. სიგიჟის დაფუძნება იქნება ეთერში. სერიოზული. ის შერეკილები არ არის, ისინი გაფრინდნენ მართლა და ამიტომ ამას როგორ შეიძლება შეეხოს შერეკილები ამას. შერეკილების მთავარი გმირები იყო აი შექსპირის სიგიჟე და ნამდვილი სიგიჟე ეჭიდნენ ერთმანეთს. გაუშვათ? გაუშვათ, აბა. გაუშვათ. ამის გამო სახელწოდებითი შერეკილები. ავტორი ელდარ შენგელაია, სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე, ბიზია ბაბუა და ერთავოს ბრეგვაძე. თუ გახსოვთ, ისინი აგებენ ცათამფრენს და მათზე იცინიან, მათ აკვირდებიან, გიჟებად რაცხავენ, შერეკილებად მიიჩნევენ. ხოლო ფილმის ბოლო, მოკლედ ვიტყვი ცხადი, ასეთია ცათფრენი აიგებს შეიქმნება და ისინი გიჟები გაფრინდებიან. რასაც ჩადით, ვინ მოგცათ ამის უფლება? დაბრუნდით დედამისასეო. უყვირებენ მათ დედამისიდან, მაგრამ ისინი მაინც უყვირებენ, ხო. ეს ის შეფერდა ჩვენ ვართ არა, აქ თემა ისა. ჩვენ ვართ გიჟებიო. უბრალოდ თქვენ როგორც გვაფასებთ ეგეთი გიჟები კი არა ერთავოს ბრეგვაძესნაირი. მეოცნებები ვართ. ხო, ხო და არა, თქვენ ხართ პირდაპირ მნიშვნელობით გიჟები. რეზო გაბრიაძის მეტაფორაში რომ ესე გავხდება, არის რომ უბრალოდ ხალხთან იყო ჭეშმარიტება. მაგაში არის საქმე და ამანაც ჭეშმარიტება არ გახორციელება. ერთი პატარა კარგი ფოტო მინდა გიანოდიამ დადო, გავშვით თუ შეიძლება. ეს არის ეპშტეინის ეძახის ეს ფაილებიდან, ეს არის ჩომსკი და ბენონი. ალბათ ვერ გავიგებ რაზე იცინიან. შესაძლოა დასცინიან, ვინც მემარჯვენეებს და მემარცხენეებს შორის განსხვავებას ზედმეტად ცერილად აღიქვავს. ახალი მოლოტოვ-რიბენტროპის ფაქტები ბორდელებში იწერება. აი, ესეთი და რა. აი ფოტო ნახე, სადაც ჩომსკი და ბენონი ერთად არიან. всё, ჩემ თვალში ჩომსკის და არ შეიძლება რომ ბენონი და ჩომსკი კოლეგები არიან. მე ვნახე უდი ალენი და ეპშტეინი ერთად. არა, მაგის მე უდი ალენის ფილმებს არ რა გაუკვირდა, არ შეიძლება რომ ჩემს ოპონენტა, რომელსაც პატივს წევ და აბსოლუტურად განსხვავებული ვიცინოდე რაღაც თემაზე. ხო შეიძლება. მე დარწმუნებული ვარ, ღიანოდიას ცექნოვინ მე ეგეთ. ღიანოდია იძახის რომ აგერ ბორდელში დაიწერა აქტი. მოლოტოვ-რიბენტროპი. ძლიერი ანალიტიკა. ეს ინგა გრიგოლიას ეკუთვნის, იმიტომ რომ გაარკვევს კარგად, იმიტომ რომ ესენი ხო იცის მინდა.
ბენონი ხო იცის და ბენონი იცის, ჩომსკი ხო იცის და როგორ არის ის და რა მეცაც გეტყვი. მოლოტოვ-რიბენტროპის აქტიც იცის ძალიან კარგად. არა, ჩომსკის და ნაციტირები ხო გრიგოლია. თაზო ენათმეცნიერების საკითხებში. თაზო უეჭველი. ინტეგრაციას რუსულ რეალობაში და რუსული რეალობა ცუდი რეალობაა. აი ხა ვიწყებლეთ ალბეთს, რომ არ იციან, არავინ არ უყურებს დღეს. მე ხშირად ვადევნებ თვალყურს, რა ხდება რუსეთში და ჩვენთან ახალგაზრდათაობა განსაკუთრებით არ ზენა აღარ იცის და არ იცის რა ჯოჯოხეთია, რა უბედური ქვეყანა არის, რა შავთეთრი ქვეყანა არის რუსეთი. როგორი საზიზღრობაა, მართლა არ იციან და ამიტომ არის რომ კიდე გაზდით რაღაცეები, თორე რა ვიცი, რომ ესმოდეთ კარგად, ეხა იქ რაც ხდება და აი ამას ჩვენ ვადევნებდით თვალყურს, დარწმუნებული ვარ რომ კაცი არ ეყოლება, რა ვიცი, შალვა რამიშულების და მსგავსი ადამიანების გარდა, ვისაც შეიძლება ის ჯოჯოხეთი მოსწონდეს. ის რაღაცა ყინულოვანი ჯოჯოხეთი. რატოა ყინულოვანი ჯოჯოხეთი? რატომ ბიჭო. არა, ყინულოვანი რატოა? არა, სერიოზული ანალიზი. ზიან ჯოჯოხეთი რატომ? არა, ყინულოვანი. მართლა სერიოზული ანალიზი იყო. დავიწყოთ ვერაფერი ვერ გავიგე. ხო. ანუ ამას გონია რომ მართლა ან დანაშაულის მხრივ პერკაპიტაზე ამერიკას რო შეადაროს ან არ ვიცი უსახლკარო ადამიანების რაოდენობით ან სხვადასხვა კრიმინალი მაგალითად ან დემოკრატიის დონით ინგლისს რო შეადაროს აი პირდაპირ ანუ ნებისმიერი თვალსაზრისით რამდენი 12000 პატიმარი 12000 პატიმარი Facebook პოსტზე ინგლისში შეადაროთ რა კრიტერიუმით შეიძლება საერთოდ იხემძღვანელოს ეს მართლა მე მგონი ევროპაში არ არის ნამყოფი და თან იმასაც იტყუება რომ ის არა შეიძლება ნამყოფი მაგრამ ზოგადად ხო იცი ეს რამდენი ქართველია წასული არ გვინდა ზოგადად ეს ფუნდამენტალისტი ევროკავშირის მომხრეები ხო იცი როგორი ისინი არიან ეს ულტრალიბერალები როგორი ტიპები რომ შეიძლება ევროპაში იყვნენ მაგრამ ევროპა ვერ ნახონ რა იმიტომ რომ უნდათ მხოლოდ იმის დანახვა რაც წარმოდგენილია ნამდვილად რუსეთում მეუღებს არა იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ 30 წელიან პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში ამ რაღაცა ანტირუსულ ისტერიას ლიეტუვაში ხარ ნამყოფი ვარ ნამყოფი არა შეადარე ჯოჯოხეთური რუსეთი და ზიანი ლიეტუვა აი მართლა შეადარე ერთმანეთს რიგა შეადარე რიგა ხო აი რიგა კიდე აი არ არის ხალხი არ არის ყველაფერს თავიდან ახალგაზრდები ხალხს კი არა ბიჭო вообще ახალგაზრდები აღარ არიან გაიქცნენ მოდი გავუშვათ მერაბა მეტრეველი აგარია შლანგი ქვია მაგბიც მარტო შლანგზე წარმოიდგინე ერთი ადამიანის ხელში არის ყველაფერი და აქედან ვიღაცები დგანა და თვითონ ჩვენს ფლანგზე დგომი ხალხი და რაღაცა იქედნურად და იმათ ლაპარაკობენ რომ ამდენ ხანს როგორ ვერ მოახერხეთ კიდე რამდენი ხანი უნდა ებრძოლოთ და რო კითხო მათ რაღაცა თურმე გენიალური რეცეპტი იციან როგორ მოასწრან ეს რეჟიმი და არ გვიმხელა он просто член არა ეს მართლა არაფრის პროსტა სუფთა ფურცელია ტაბულა რაზა ოღონდ ჭუჭყიანი უკვე კაი მაშინ ბიჭო ბორის ჩელეყურუა და დავასრულოთ მაგარი ის ნაგვარ საფრთხე უამრავი კოგნიტური დისონანსია გამართული მათ მხარდამჭერებს და მინიმუმ ეხლა ოპოზიცია კარგ ფორმაში იყოს კონტე შეტევის რეჟიმზე უნდა იყვნენ ისინი გასაგებია რომ აქ მე თუ ეხლა რაღაცას ვერ ვაკეთებ ძალიან მარტივი გამოსავალი იქნება გითხრა რომ მე ეხლა მივიდოდი და რაღაცებს ვეუბნები ჩვენს პარტნიორებს და იცი რა ვიღაცა გვიშველის მაგრამ ბავშვებს უყარდა თქმა რომ რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს შენს გასათვალ ყანას არავინ არ გათხოვდება რაღაცები არის რაც კონკრეტულად შენი გასაკეთებელია ამ თუ რამე უნდა შეიცვალოს ჩვენ უნდა შევცვალოთ შიგნით მოქალაქეებმა პოლიტიკოსებმა აქტივისტებმა რომელიც არის მოდი გავაჩერე ბევრმა მართლა ყანა უნდა გათოხნოს მაგრამ ყანაშიც ცუდად იქნება მისი საქმე ყანის თოხნას ესენი იმაშობოდა ვერ ზურაგირჩის და ამის ლეხობა უნდა დახავდეს ხო მაგრამ ლეხობა არის გოიმობაო და ყველას უნდა უტყდებოდესო რომ ფერმერობა და რამე რა სახელზე რო დავაგოთ ხო დიდი მადლობა მეგობრებო დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო ფილმი ვნახეთ ნახოთ რას მოყვება მას რა უნდა მოყვეს მაგრამ მაინც ჩვენ რა გადატენილები ვართ კოქსონი ხო ეს პირველი სერია იყო მეგობრებო სხვა სერიებიც ალბათ იქნება გააჩნია ხო ვიზავიზია დამოკიდებული მაგრამ ჩვენ გზადვართ ყველაფრისთვის მეც გეტყვით რომ ინვესტიციებს საფრთხე არ უნდა დაემუქროს და არც დაემუქრება აი ეს მადლობა კარგად ზამთრობთ ყველამდე